მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. თუ ეს გაშლა შეგხვდებათ და შეგხვდათ, ეს უკვე ნიშანია, რომ სამყარო თქვენ გესაუბრებათ, გელაპარაკებათ, დღეს ვნახავთ რა ნაბიჯს გადადგავს ის თქვენს მიმართ უახლოეს 7 დღეში და გაითვალისწინეთ, ეს არის ენერგეტიკული და სიმბოლური ხედვა, რომელსაც მე ბარათები მიყვებიან. მხოლოდ და მხოლოდ იმას ვკითხულობ, რასაც მე ისინი მომიყვებიან და მაჩვენებენ. თქვენი არჩევანი, თქვენი გზა და თქვენი ძალა მხოლოდ თქვენს ხელშია, ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო. ახლა კი ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი, ჩაიფიქრეთ პიროვნება და მოდი ვნახოთ. რა ნაბიჯს გადადგამს ის თქვენს მიმართ უახლოეს 7 დღეში. ნაბიჯები მისი მხრიდან უახლოეს 7 დღეში. მისი მომდევნო ნაბიჯი სიყვარულის 7 დღიანი პროგნოზი. აბა ვნახოთ ნაბიჯები მისი მხრიდან ამ 7 დღეში როგორი იქნება. დავიწყოთ, ხო? მისი ნაბიჯები უახლოესი 7 დღის განმავლობაში. ეს ვინ არის? სულ და იგივე ხალხი მიყურებთ ალბათ. ენერგეტიკულად დამძიმებული, ფიზიკურად დამძიმებული პიროვნება ვინ არის? რა უნდა? სად რა დარჩენია? როგორც ასეთი ფონური ენერგია ამ გაშლის არის ძალიან მძიმე. პირდაპირ ვთქვათ, ეს ქალი ან კაცი არ აქვს მნიშვნელობა, გააჩნია ვინ მიყურებთ, თქვენ თვითონ თავად მოიგეთ თქვენ თავებზე ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ვიტყვი. ამ ეტაპზე არის დათრგუნული ეს პიროვნება ემოციური და ცხოვრებისეული პასუხისგებლობებით. 10-იანი კვერთხები მიგვითითებს დატვირთულ პერიოდზე, როდესაც ყველაფერი ესე ვთქვათ პიროვნება საკუთარ ზურგზეა გაკიდებული, რაც კი არსებობს, რაც კი რა მთელი სამყარო ზურგზეა გაკიდებული და ემძიმება და ისე დააქვს, ხო? თითქოს აი ერთ ნაბიჯს წინ დგავს და მერე შემდეგივე, ესე იგი წუთში ისე უკან გადმოდგავს ხოლმე ორ ნაბიჯს, ხო? ანუ ეს არის იმის და გამო, რომ ესე ვთქვათ, მას ვალდებულებების ტალღა აქვს ჩამოკიდებული ზედრასაც ქვია, ხო, რომელიც მას მწარედ ეჯახება. ეს არის მდგომარეობა, სადაც სიყვარული შეიძლება ყველაფერს ასე იგი ნიშნავდეს, მაგრამ ამ პიროვნებას ძალა არ ყოფნიდეს ამ საკუთარი სიყვარულის და გრძნობების საზიდად. ეს არის როგორ გითხრათ, ხო? აი ის მომენტი, როდესაც პიროვნება კი არ გაურბის ამ ყველაფერს, არ ტოვებს, ზიდავს ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან უჭირს ეს ყველაფერი. მდგომარეობა, სადაც შეიძლება ყველაფერს, ანუ ყველაფერს კი აი მთელი გრძნობით გრძნობდეს თქვენ და სიყვარულს, არ იყოს გულგრილი თქვენს მიმართ, არანაირად არა გულგრილი, უბრალოდ მის ესეთი გაუცხოვება, რაც თქვენთან ემართება შეიძლება ემართებოდეს, არის გადაღლილობის და გამო, რადგან მას ძალიან ბევრი პასუხისგებლობა აქვს საკუთარ თავზე აკიდებული. მას ესე ვთქვათ, აი ამ ბარათიდან გამომდინარე, არ ყოფნის ჰაერი და სჭირდება ეს ჰაერი, სჭირდება სიცხადე, დრო, საკუთარი რესურსის ესე ვთქვათ, დასაბალანსებლად და დასაბრუნებლად, ხო? ანუ აი ამ აქ რეალურად, ხო, მიუხედავად ამ ყველაფერს არის მნიშვნელოვანი ნიუანსიც, ხო? არ გაგირბით, არ გტოვებთ, არანაირად ამ თავისი რთული მდგომარეობის და მიუხედავად, ის უბრალოდ ზიდავს ამ ყველაფერს თქვენს ზნობებთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ თქვენკენ მომართულ დღევანდელ ნაბიჯში შესაძლებელია არა ფეთქებადი ემოციები მისი მხრიდან, არამედ აწონილი, წინასწარ და ნელ-ნელა გათვლილი ქმედებები იყოს რასაც ეს პიროვნება თქვენთან ემართებაში ნაბიჯების მხრივ აპირებს ან გადმოდგავს, ხო? პირველი სამეული, პირველი ასე ვთქვათ ბლოკი, პირველი ხაზი, კვერთხების პაჟი, პენტაკლების პაჟი და ორიანი კვერთხები მეუბნება მომავლის მიმართულებას, მის ნაბიჯს, ტაქტიკას, იჩუმის მიღმა არსებულ დინებას, ხო? კვერთხების პაჟი არის სურვილი, არის ინიციატივა, პირველადი ნაპერწკალი, ხო? გრძნობა, რომელიც ღრმად, ესე ვთქვათ, არ არის ჩამალული, არამედ პირიქით, ცდილობს, რომ ამოვიდეს გარეთ და გამოჩნდეს, ხო? გამოვიდეს გარეთ და გამოჩნდეს, გამოაჩინოს. აქ არის სურვილი მოგწეროთ პიროვნებამ, დაგელაპარაკოთ, გაიღოს ეს მცირე ჟესტი, თქვენკენ მიმართული თუნდაც სითბოთი ან იყოს, აი, იცით როგორ არის, თუნდაც იყოს სითბოთი, ან თუნდაც საკმაოდ პირდაპირ ესე ვთქვათ, ნაბიჯი იყოს თქვენთან ემართებაში ეს, ხო? ანუ ამაზე ეს პიროვნება რეალურად მსჯელობს და განიხილავს, რომ გადმოდგას ასეთი ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა, ორ ვარიანტსაც განიხილავს, ამ ვარიანტსაც სითბოთი იქნება, საკმაოდ პირდაპირ იქნება, ხისტი იქნება, თუ რა იქნება, უნდა და თითქოს გეგმავს, რომ გადმოდგას, ხო?
მის გულში არის იმპულსი იმისა, რომ თქვენთან მოვიდეს და დაინამებ მის უკვე. მეორე ბარათი, როგორც ასეთი, არის პენტაკლების პაჟი და ეს არის სიმშვიდით გათვლილი ნაბიჯი, ანუ თავდაპირველად ვახსენეთ ეს იყო თუნდაც როგორ იცით, რომ აი უცაბედი იმპულსური სითბო, უცაბედი პირდაპირი სიხისტე, ხო? აქ უკვე რა აბალანსებს, ხო? კვერთხების პაჟს, პენტაკლების პაჟი, ეს არის შვიდად გათვლილი ნაბიჯი. პირველი ენთუზიაზმი აქ ნელდება სტრუქტურისკენ მიდის და მოქმედება უფრო რეალისტური ხდება, ხო? ეს შეიძლება იყოს მოკლე მესიჯი, ინიციატივა, ან მატერიალური თქო ჯესტი, ხო? თუნდაც შეხვედრაზე მოწვევა, შეხვედრის შემოთავაზება, შვიდად მოწერილი როგორ ხარ, ხო? ანუ იგი სიფრთხილით მოდის, სადგან 10-იანი კვერთხების, ესე ვთქვათ, დათრგუნული ფონი სწრაფ მოძრაობას არ უწყობს ხელს რეალურად, ხო? რაც შეეხება ორიან კვერთხებს, ეს არის გადაწყვეტილების წერტილი. ეს ადამიანი ფიქრისას დგას ზღვარზე, გადუდგას თუ არა თქვენკენ ნაბიჯი. იგი მომავალს ხედავს თქვენთან, ნამდვილად ხედავს, გეგმის კონსტრუქცია ეწყება თქვენთან მომავლის ფიქრით, ხედვაც ასე ვთქვათ, იბადება მასში თქვენთან მომავლის და გზას თავს უხრის რეალურად, ხო? აი თითქოს უნდა თქვენთან მომავალი. ანუ ეს სამეული ერთად რო გავშიფროთ, ხო, რას გვამცნობს, რომ იმპულსი უკვე დაიბადა სურვილი ფორმას იღებს, იმპულსი დაიბადა სურვილი ფორმას იღებს და არჩევანი გზაზე დგას. ეს ნაბიჯი დიდი ალბათობით მოდის კომუნიკაციით, ან მცირე ინიციატივით მისი მხრიდან. მეორე ბლოკი, მეორე ხაზი ეს არის იმპერატორი და ძალის ბარათი. აქ უკვე ვუახლოვდებით ცენტრს, ანუ პიროვნებას პირდაპირ. იმპერატორი ის ადამიანი სტრუქტურით, წესრიგით, სტაბილური პოზიციით, სავარაუდოა, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, თავისი იერარქია, თავისი სტატუსი, ხო, შეიძლება იყოს უფროსი, მენეჯერი, რა ვიცი, ციხის უფროსი, ბიზნესმენი, ან უბრალოდ ძლიერი ხასიათის ლიდერული ნიშნების მქონე მახასიათებლების მქონე პიროვნება, ხო? ეს არის პიროვნება, რომელიც გადაწყვეტილებას არ ჩქარობს, იგი ყველაფერს სწორხაზოვნად ლოგიკით და კონტროლით ამუშავებს, სიყვარულიც მისთვის ესე ვთქვათ სტრატეგიაა და არა ქარიშხალი, რეალურად რო ავიღოთ, ხო? ძალა აქ რეალურად მისი შინაგანი ბუნებაა კაცური, ნაზი მხარე, მხოლოდ იმის უფლებას აძლევს, ანუ იმასთან აძლევს ამ ყველაფრის გამომჟღავნების უფლებას, საკუთარ თავს ვისაც ენდობა, ანუ ამ ბარათში არ არის ესე ვთქვათ ძალადობა, არის სითბოში, აი მოთვინიერებული ველური ინსტინქტი, რომ აი პირდაპირ ვთქვათ, ხო, აი ესეთი ახსნა, რომ მივანიჭოთ ამ ორ ბარათს ერთად. შეიძლება გარედან კაცრი ჩანდეს, მაგრამ შინაგანად იმალება მასში სითბო, ტაქტი, ერთგულება, რომელიც მხოლოდ მის რჩეულს ეძლევა, ხვდებით, ანუ მხოლოდ თავის რჩეულთან გამომჟღავნებს ამ თავის თვისებებს. ამ ენერგიის შერწყმა გვაძლევს ფსიქოპორტრეტს ამ პიროვნების, ხო, ეს ადამიანი არ მოქმედებს ემოციით და ამ ემოციების აფეთქებებით, ის მოქმედებს პასუხისმგებლობით, ლიდერობით, სტაბილური ნაბიჯებით, თავის სტატუსს უფრთხილდება, რომ აი თქვა ნაბიჯს რო გადმოდგავს წონისა, შეიძლება ამ ნაბიჯს მოყვეს, ისე რომ თავის სახელი არ ფეხქვეშ არ გათელოს, არც თქვენ გაგთელოთ, იმიტომ რომ მისთვის თავის რჩეულიც აუცილებლად მაღლა დგომი ესე ვთქვათ, სახელის მქონე ქალი უნდა იყოს, რომელსაც ის არასდროს არ გადაულის, ანუ მის თავმოყარეობას. ხო, სიყვარული მისთვის გამოუთქმელი, მაგრამ სიღრმეში დაფიქსირებული ძალაა რეალურად, ხო, ამ ორი ბარათის მიხედვით და საერთოდ ჯამში, რასაც ნაბიჯებს ის თქვენთან მიმართებაში გეგმობს რომ გამოდგას, როგორ ტიპის ნაბიჯებიც არის. აი აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ რეალურად სიყვარული მისთვის გამოუთქმელი, მაგრამ აი სიღრმისეული ძალაა. ხო, შეიძლება მუშაობდეს სახელმწიფო უწყებაში, ეს პრობლემა იყოს ბიზნესში, სამართლის რაღაც სტრუქტურებში, ხო, იყოს პროკურორი, ადვოკატი, რავი, მოსამართლე, თუნდაც ავიღოთ, ხო, პოლიციაში უფროსის თანამდებობაზე მჯდომი პიროვნება, ну, უკლეთ ესეთ უწყებებში მენეჯერულ პოზიციებზე იყოს ძალიან მაღლა მჯდომი, ანუ თუნდაც მენეჯერი იყოს, უფროსი მენეჯერი, ხო, ან იქ სადაც ძალა და კონტროლი საჭიროა, ხვდებით, ანუ სადაც უნდა აკონტროლოს ეს თავისი ძალას და თავის საკუთარი თავით, აი ესეთ ადგილას მომუშავე პიროვნება შეიძლება იყოს. თუ კავშირი უკვე არსებობს, ეს არის რეალურად თქვენი ისტორიის ბირთვი, თუ ურთიერთობა ჯერ არ არის დაფორმატებული და ასე ვთქვათ, არ არის გაუფორმებელი, ასე ვიტყოდი, ნაბიჯი იქნება ზომიერი, მაგრამ დინამიკაში მზარდი თუნდაც, ხო? რეალურად მისი მომდევნო ნაბიჯი უახლოეს 7 დღეში რას გვეუბნება, ხო? ფონი გვიჩვენებს მისი მხრიდან დაღლილობას, მაგრამ არ ნებდება მაინც პიროვნება 10-იანი კვერთხებიდან გამომდინარე. პირველი ხაზი გვიჩვენებს ნაპერწკალს, ანუ იმედის ნაპერწკალს, შემდეგ
რეალისტურ ნაბიჯს ბოლოს უკვე არჩევანს მესამე ბარიდან გამომდინარე და მეორე ხაზი გვიჩვენებს რომ ეს ნაბიჯი იქნება ცხოვრებისეული სიმტკიცით გააზრებული ჩემო ძვირფასებო. შესაძლოა მომავალი ქმედებები რა შეიძლება იყოს. შეტყობინება მოკლე კონტაქტი თუნდაც ხომ აი უცებ მოწერილი როგორ ხარ და აი თუნდაც აი რაღაც კვილსა მოგესინჯავთ. ინიციატივა თქვენი მიმართულებით შეხვედრის მსუბუქი შეთავაზება თუნდაც შეხვედრაზე მოსვლა და პაემას დაპატიჟება ან თუნდაც სიტყვა რომელიც დაგებრუნებთ კავშირს აი თავიდან აი ჩაგიგიდებთ რაღაც და ანკეზე რომ წამოგაგებთ და ამიდან რომ მე წამოვა და კავშირი აღდგება ხო ეს არის რეალურად ძალიან მშვიდი ურთიერთობა არ არის ქარიშხლიანი ეს არის ნაბიჯი რომელიც მოდის ხმაურის გარეშე მაგრამ სერიოზული განზრახვით ჩემო ძვირფასებო სულ ეს არის ჩემო კარგებო რის თქმაც მე შემიძლია და შემეძლო ამ ბარათების მიხედვით რა იქნება მისი ნაბიჯები უახლოესი 7 დღის განმავლობაში თუ როგორი იქნება შეიძლება რამდენიმე დღეზე გადაიწელოშება ანუ 7 დღის განმავლობაში აი ნაბიჯი მოხდეს ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს უცებ მოხდეს ეს ყველაფერი მოკლედ ეს არის შემოძვირფასებო რაც არის მისი მხრიდან მოსალოდნელი 7 დღის განმავლობაში თუ ეს გაშლა თქვენ სიტუაციასთან რეზონირებად შემოძვირფასებო და ლაიქეთ ჩემი ვიდეო გამოიწერეთ ჩემი ტაროს არხი სამყაროს კიდევ ბევრი რამ აქვს თქვენთვის სათქმელი და დამინჯერეთ არც თუ ისეთი ასე ვთქვათ პატარა ინფორმაცია რასაც ის მოგაწოდებთ ჩემი მხრიდან თქვენ, ჩემი მეშვეობით თქვენ. გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, სიმშვიდეს, ერთიან ენერგიას და ერთმანეთისადმი ადამიანურ და თბილ დამოკიდებულებას ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.